მკვლელობა მოხდა თბილისში აწყურის ქუჩაზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დრომდე მკვლელობის დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე მუშაობს რატი ხვისტანი, ჩვენ მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. რატი ხომ არ არის ამ დროისთვის შენთვის რაიმე დეტალი ცნობილი მკვლელობის შესახებ? იქიდან გამომდინარე, რომ მკვლელობა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, ვრცელი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა აწყურის 35 ნომერთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მათ ჰქონდათ გაბმული სპეციალური ლენტები და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გვერდზე მდებარე მეზობლების გამოკითხვის შედეგად ნაქირავებ ბინაში აწყურის 35 ნომერში ცხოვრობდნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და დედამთილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ ეს იყო მკვლელობა, როგორც უწყებაში აცხადებენ. გარდაცვლილი არის, მოკლული არის ქალბატონი, ხოლო სავარაუდოა მიტანილი მამაკაცი, თუმცა ჩვენთვის უცნობია მოკლული არის 17 წლის გოგონა თუ მისი დედამთილი. როგორც თვითმხილველები გვერდზე მდებარე კორპუსებში მცხოვრები მეზობლები ამბობენ, დღეს დილით იმყოფებოდა მაღაზიაში მისული ახალგაზრდა გოგონა, მან განაცხადა, რომ მის ქმარს პრობლემები ჰქონდა და მან სიგარეტი შეიძინა, ამის მერე გოგონა აღარ უნახავთ. როსტომდები უნდა მომივიდეს 1-2 საათი გამოუშვედა. მე ვთქვი რაზეა ლაპარაკი და ჩემი ტელეფონი, მაღაზიის ტელეფონი წაიღე და შუა თუ დამჭირდები, დაგირეკავდები. ხოდა იო, კარგიო და მე საღამოთი ისე მოხდა, რომ აღარ დამჭირდა და დილით მოვამეთქი. სულ 2 დღეა რაც მომეხმარე მეთქი. დილით რომ მოვიდა, მე ვთქვი შენობა სისტემატურად აქ იმუშაო მეთქი. ის რა ქვია, ეგრე შეიძლება მეთქი, ჩემ ხარს პრობლემები მექვს და სიგარეტი მომეციო. და მე დავრეკე, ტელეფონი მომიტანე მეთქი და ის რა ქვია. დავრეკე და გათიშულია უკვე ბაღაზის ტელეფონი. და მე უბრალოდ გამოვიხედე და ეს კრიმინალები არიან. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით, მეტი დეტალი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მადლობა რატი ხვისტანი საუბრობდა თბილისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე.